დღეს ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ უამრავი ადამიანი დაადგა, რათა გადაერჩინათ ერთადერთი რაც მათ გააჩნდათ, სიცოცხლე. მრავალი ათასი ადამიანი გაუყვა მას, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული. ეს იყო 1993 წელს. შემდეგ იყო უიმედობა, რთული სულიერი და ეკონომიკური მდგომარეობა, შიში, სასოწარკვეთილება, ფიქრი თავის გადარჩენაზე. დადგა დრო, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედზე ყოფნა ყველაზე კარგ გამოსავალ გზად მიიჩნია ადამიანთა ჯგუფმა. ეს ადამიანები აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები იყვნენ. საკუთარი ოჯახებისა და თანაკუთხელი ქალბატონების დახმარების სურვილმა მათ თითქმის შეუძლებელი შეაძლებინა. მრავალ ადამიანს დაუბრუნეს რწმენა, სიცოცხლის გაგრძელების სურვილი. ის პერიოდი იყო, როცა ისინი ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ცხოვრება დამთავრებულია, იმის იქეთ არაფერი არ არის. მაგრამ გადის წლები ძალიან კარგი, მკურნალი ექიმები არიან ეს წლები და ჩვენი პირველი ასეთი წამოწყება ის რომ როგორმე ეს ქალები ჩაგვერთო რამე საქმიანობაში, რათა გამოსულიყვნენ იმ депрессиიდან, რომელშიც იმყოფებოდნენ. Мы не имели еще ни больших проектов, да и маленьких тогда проектов не было, но было желание помогать женщинам. И это желание вылилось тогда в потребность передать им то, чего мы сами когда-то делали еще в Абхазии, в Сухуми, научить женщин зарабатывать деньги. И вот тогда мы решили с Мерей Гелашвили, что давай-ка соберем какой-то тренинг женщин и расскажем то, что мы знаем сами. И вот с этого началась наша деятельность. Потом мы получили потихонечку поддержки. И для нас это тренинги, которые мы проводили, они не были только тренингами образовательными. Это была еще и психореабилитация. და რა იყო ამის უმთავრესი მიზეზი? ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ომის შემდგომ პერიოდში ძალიან გახშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. და ოჯახური ძალადობის ფაქტები ეს იყო ერთის მხრივ ომში დამარცხების სინდრომი და მეორეს მხრივ უკონლობა. ჩვენ გვინდოდა რომ ეს ქალები, ამ ქალებს დაეკავა თავისი კუთვნილი ადგილი, როგორც საზოგადოებაში, ისევე რასაკვირველია პირველ რიგში თავის ოჯახში. მიუხედავად მრავალი სირთულეებისა, მეწარმე ქალთა ფონდი დღეს ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია. მისი უშუალო ძალისხმევით და ორგანიზაცია იდეის მხარდაჭერით უკვე 57 სამუშაო ადგილი შეიქმნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მრავალ ადამიანს ქვეყანაში არსებული ყოველდღიურობის პრობლემა მეტნაკლებად შეუმსუბუქა. ბევრი მათგანი სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული და წლების წინ დაწყებულ საქმეს დღესაც წარმატებით აგრძელებს. თითოეული მათგანი მეწარმე ქალთა ფონდის ტრენინგის მონაწილე და ბიზნეს გეგმის გამარჯვებულია, რის შემდეგ ბევრმა მათგანმა გაიკვლია გზა მცირე ბიზნესისაკენ. დღესდღეობით ასეულობით ადამიანია დასაქმებული საოჯახო მეურნეობის, მომსახურეობისა თუ სამეწარმეო სფეროში. მათი საქმიანობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ფართოვდება და წარმატებული ხდება, რაც მათი ოჯახის შემოსავალზეც დადებითად აისახება. ბევრი მათგანისთვის მცირე მეწარმეობა საოჯახო საქმიანობადაც იქცა, სადაც მთელი ოჯახია დაკავებული. თინა ხურციძე აფხაზეთიდანაა დევნილი. მას ცხოვრების გაგრძელება ვანში, კერძოდ ამაღლებაში უწევს. მეწარმე ქალთა ფონდის მიერ გრანტის ფარგლებში გადაცემული ფუტკრის 4 ოჯახი მისთვის შემოსავლის საუკეთესო წყაროდ იქცა. შრომას ბიზნესი გაეფართოვებინათ ყველა დარჩაულია. დღეს ის ფუტკრის 12 ოჯახის მეპატრონია და მთელი ოჯახით ამ საქმეს ემსახურება. რა დროსაც არ უნდა მიხვიდე, ისინი მუდამ ფუტკარს დასტრიალებენ თავს. სწორედ ამიტომ გახდა მათი ბიზნესი წარმატებული. ჩვენი ოჯახი შედგება 4 სულიდან, 2 ბიჭი და მეუღლე და მე, რომელიც მეხმარება ძალიან მეუღლე ამ საქმიანობაში. დღემდე მყავს გამრავლებული 12 ოჯახი, კიდევ გასაყოფია. ვაწარმოებ ამ შემოსავალით მიდი ჩემი თაფლი საბერძნეთში, თურქეთში, წამოყვანილი არიან, რადგან კურორტი არის ჩვენ კურორტამაღლებაში, დამსვენებლები არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და მყიდი ადგილზე კიდევ. ზაირა და ლეილა ქურასბედიანებიც აფხაზეთიდან დევნილები არიან. ისინი ავტოქარხნის დასახლებაში ცხოვრობენ.
მეწარმე ქალთა ფონდის ბიზნეს ტრენინგში აქტიური მონაწილეობის შემდეგ მათმა ბიზნეს გეგმამ გაიმარჯვა და გრანტის სახით მეწარმე ქალთა ფონდიდან 4 ოჯახის სკას საჩუქრად მიიღეს. წლების შემდეგ მათი ბიზნესი კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც ამბობენ, საქმე რთულია, შრომატევადი, მაგრამ ის ამათ ღირს, რადგან მათი ოჯახისთვის საუკეთესო შემოსავალია. მათ სანაკებოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ისინი ფუტკრის 16 ოჯახს უვლიან და წამოწყებული საქმის კიდევ უფრო გაზრდაზე ფიქრობენ. ორი ოჯახი მოგცეს და მე იქიდან ვეცადეთ ყველანაირად მოუარეთ, გავამრავლეთ, მოვაწესრიგეთ, ადგილიც არ ქონდა, ადგილი მეზობელმა გვათხოვა დროებით. ჩვენთვის მაინც არის პატარა შემისა, რა თქმა უნდა, რომ საყიდელი არ გვაქვს და თან ეკლესიას ვაძლევთ სანთელს, მთლიანად სანთელი რაც გამოდის და ეს ყველაზე მეტი ის არის ჩემთვის პირადად. წარმატებულია ჩვენი ფუტკარი. დავიწყეთ 4 ოჯახი ქალთა ფონდის მეშვეობით, მეწარმე ქალთა მეშვეობით დავიწყეთ ფუტკრის მოვკიდეთ ფუტკარს ხელი. ყველას ზოგს ჩუქნით, ცოტა კიდევაც გაგვიყიდია. და ძალიან კმაყოფილები ვართ. მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობა მხოლოდ კერძო პირების დახმარებით არ შემოიფარგლება. ამჯერად ფონდელების ზუგდიდში მოქმედი წმინდა გიორგის გიმნაზიას ესტუმრნენ და საჩუქრად ფუტკრის 2 ოჯახი გადასცეს. ამით გარკვეული წვლილი შეტანა შეეცადნენ საქმეში, რომელსაც მეფუტკრეობის დარგის აღორძინება ჰქვია. წმინდა გიორგის ზუგდიდის